და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დისკუსია იმართება ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო რელიგიის რანგში აყვანილი და დღესაც ხედავთ, რომ ჩვენმა პოტენციურმა რამდენიმე ვიზავიმ მსჯელობაც კი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, დანაშაულად შერაცხა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება. ქართული საზოგადოება კი იმსახურებს აი ამ დოგმების და იაფასიანი პოლიტიკური ლოზუნგების ნაცვლად იმსახურებს საგნობრივ დისკუსიას. ტაბუირებული თემები არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის რელიგიაზე საუბარი, როდესაც საუბრობთ თუნდაც ამა თუ იმ კავშირში გაერთიანებაზე. თითოეულ მათგანს, ვინც პირობითად სკეპტიკურად იყო. მათ შევახსენებთ, რომ ეს დებატი და ამაზე მსჯელობა ჩვენ ქვეყანაში არ დაწყებულა. თუნდაც ყველასთვის ცნობილი, არ მინდა ძალიან შორეს რეტროსპექტივაში წავიდე, იფსოსის კვლევა, გავიხსენოთ კიდევ ერთი ძალიან რეიტინგული კომპანიის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სადაც ძალიან საგრძნობლად არის გაზრდილი ნიჰილიზმი ამ კავშირის მიმართ. ამაზეც ყველანი ვთანხმდებით და ჩვენ ეს ხელისუფლება ვართ, რომ ამას გააჩინა 78 მოხლი კონსტიტუციაში, ასე რომ ღირებულებითი თანხმდრა იმ ევროპასთან და იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომელთანაც ეს ევროპელი ხალხები იღწოდნენ და იყვნენ ამ კავშირში, სწორედ ეს ევროპა გვინდა ჩვენ და ზოგადად ეს დებატი ამაზე მსჯელობა სამწუხაროდ არის დღევანდელი იქაური მმართველი კლასის დამსახურება, მათი პოლიტიკის დამსახურება. როდესაც ხალხმა გაიგო ამ თემაზე უნდა გვედებატა, ხმაურია თქმა, როგორ შეიძლება საერთოდ მაგაზე ლაპარაკიო და მინდა თავიდანვე დავაფიქსირო, რომ არც ის ადამიანები, ვინც ამ დებატზე გვამონათებდა და არც ზოგიერთი აქ მყოფი, არ მიმაჩნია პროევროპელად. ის ხალხი, ვინც გვამონათებდა, ისინი იმიტომ არ მიმაჩნია პროევროპელად, რომ თუ რამე არის ევროპული ღირებულება, არის სიტყვის თავისუფლება. და არაფერია იმაზე უფრო ევროპული, რომ ევროპა აკრიტიკო, ოღონდ შინაარსობრივად და მორალური პოზიციიდან. ხოლო ზოგიერთი ჩვენი სტუმარი იმიტომ არ მიმაჩნია პროევროპელად, რომ მათ ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით გადაწყვიტეს, რომ ევროპისგან მტრის ხატი შეექმნათ. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება იხტიბარი არ გაიტეხოთ და თქვათ, რომ ჩვენო პროევროპელები კი არ პროქართველები ვართ, მაგრამ ჩემთვის ამ ორ შორის დიდი განსხვავება არ არის. ევროპული ღირებულებები, როგორც უკვე ახსენეს, დიდწილად თანხმედრაშია ქართულ ღირებულებებთან. ილია ევროპელი ქართველი იყო, როდესაც თავისუფალ ვაჭრობას აქებდა და როდესაც წერა-კითხვას ავრცელებდა. ავთანდილი ევროპელი ქართველი იყო, მეფეს რო ეუბნებოდა, უნდა წავიდე, მეგობარს დავეხმარო. ზოგადად ქრისტიანობაც ევროპული ფენომენია, მიუხედავად ისა, რომ ქრისტე ისრაელში დაიბადა, ევროპაში აფასებენ მის სიტყვას ყველაზე მეტად. და ევროპის კრიტიკა ძალიან მისაღებიც უნდა იყოს და სწორიც. ოღონდ უნდა იცოდეს საიდან აკრიტიკებ. მაგალითად, ევროპას აკრიტიკოა იმაზე, რომ გარემოს რეგულაციების დაცვის გამო ეკონომიკა ჩაახშეს საკუთარი და ვეღარ ვითარდებიან. ოღონდ მათ რო ამაზე აკრიტიკებდე, შენ არ უნდა იღებდე ისეთ კანონებს, რომ 6 წლის მანქანაზე ძველი არ უნდა შემოიყვანო. ევროპას აკრიტიკოა იმის გამო, რომ სიტყვის თავისუფლება რაღაცნაირად მეორე პლანზე გადაწიეს და Facebook პოსტების გამო ხალხი ციხეში უზით. მაგრამ აქ მეორე მხარეს მაშინ შენ კოლეგებს არ უნდა ემუქრებოდე იმით, რომ დაგიჭერ თუ არ მაღიარებო. ამ სიტუაციიდან ევროპა გამოვა გამარჯვებული. ევროპა გამოვა უფრო ძლიერი. ოღონდ როგორ დავხვდებით ჩვენ? დავხვდებით როგორც გულშემატკივარი მეგობარი თუ მტერი? ჩვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ამას ჭირდება გასავლელი გზა. ნაბიჯ-ნაბიჯ. სწორედ აი ამას გულისხმობ, როდესაც 60%-ზე მეტია შესრულებული, ესე ვთქვათ, და ჰარმონიზებული ჩვენს კანონმდებლობასთან, შესაბამისად ევროკავშირის კანონმდებლობა, ხო? ამას ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკურად, სწორედ აი პრაგმატული პოლიტიკით, სამშვიდობო პოლიტიკით, როდესაც არის საუბარი და როგორც მიგვყავს დივერსიფიცირება მათ შორის ეკონომიკური მიმართულებებით და ინვესტიციებით, ხო? ყველა დიდი ქვეყნის ინტერესის შემოყვანა ჩვენ ქვეყანაში, რომ სწორედ ევროკავშირი იქნება თუ ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ეკონომიკური კავშირი არც ეკონომიკურ კავშირს არ ჭირდება, რომ მან მიიღოს წევრად ქვეყანა, რომელიც ესე ვთქვათ, არ არის ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული, ხო? ნებისმიერ სად რომ მიდიხარ კავშირში, შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ აი პრაგმატული პოლიტიკით. სწორედ ეს პრაგმატული პოლიტიკაა, რასაც თქვენ ბრძანებთ და კითხვაში ამბობთ, როდესაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით სიმართლეს და არ ვერიდებით ამ სიმართლეს. როდესაც ჩვენ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას ვეუბნებით, პროპაგანდას კი არ ვაწარმოებთ, ვეუბნებით, რა არის სიმართლე
სიმართლე, სად არის სიმართლე და უბრალოდ ეუბნებით ჩაიხედეთ თქვენივე შეკვეთილ და დაკვეთილ დასკვნებში და კვლევებში. სად არის, სად პოზიციონირებს თუნდაც ეკონომიკით, თუნდაც სხვა დემოკრატიული მიმართულებებით ჩვენი ქვეყანა და ამის შემდეგ, როდესაც ვისმენთ იმ რიტორიკას, რასაც ვისმენთ, შემდეგ კითხვები უჩნდებათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თუმე როგორ ბედავთ, რომ საერთოდ შეგვიძლია კითხვა დაუსვათ ამ, ესე ვთქვათ, დღევანდელ მმართველ ელიტას ევროპაში.